შარშან ამ დროსაც დაახლოებით ასე იყო შარშან შეიძლება თეატრისგან ყველაფერი მოსალოდნელი იგივე თარიღიც იყო ვისხედით და ვსაუბრობდით ფანართზე ახლაც სხედვართ და უნდა ვისაუბროთ ფანართზე იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ახლა მე წარმოგიდგენ სტუმრებს ისევ მიწევს თეატრებში ზედ მოგეხსენიოთ შემოყიფშო ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის უფროსი დავიწყოთ ესე იგი მოულოდნელი სტუმრებისგან დავით შამანაური კონსულტანტი იმპროვიზირებულ კლასიკურ მუსიკაში გიორგი ცაგარელი ასევე იმპროვიზირებულ კლასიკურ მუსიკაში კონსულტანტი და ღვაწმოსული კონსულტანტი ფოტოგრაფიაში გურამ ძიბახაშვილი სალამი ძალიან გვიხარია თქვენი სტუმრობა გვიხარია ის თემა რომლითაც მოხვედით ჩვენთან სტუმრად ერთადერთი სხვაობა შარშანდელთან მგონი შარშანწილთან განსხვავებით საჩუქრებით მოდიოდი ხოლმე თეატრ ამჯერ ხან მაისურები მოხდა ხან რაღაცა დაუვახლოთ ესე იგი ეს ყველაფერი არ გვაქვს მაგრამ ამიტომ გაორმაგებულ ისტორიებს ველოდებით წელს უკვე მეოთხედ შეკრიბავ ახალგაზრდებს ვისაც გული უფანცქალებს ასე ვთქვათ ხელოვნების სხვადასხვა დარგში და აქვს იდეები აქვს ნიჭი და მოკეთ ზეიმია ერთგვარი ახალგაზრდული ასწორია მოგესალმებით მივესალმები რუსთავის მაყურებელს უნდა დავაკონკრეტო შარშან 17 თებერვალს ვიყავი ანუ ზუსტად იმ დროს როცა გამოცხადდა აპლიკაციების მიღება ეხლა 2 კვირა დავაკვიანეთ უბრალოდ საჩუქრები დაარიგე საჩუქრებს რაც შეეხება საახალწლო თქვენი საჩუქრები მიიღეთ აღნიშნოთ ამიტომ და რაც შეეხება თვითონ ფანარტის მსვლელობისას აუცილებლად როგორც ყოველთვის დებატისებით და საჩუქრებსაც გადმოგწევთ ფანარტის ჩვენთან სტუმრობის ყველაზე დიდი საჩუქარი სერიოზულად თუ ვიმსჯელებთ არის ხოლმე ის სტუმრები რომელიც შენ მოყავს ის კონსულტანტები და წელსაც ასეა დიდი მადლობა კონსულტანტებს იმისთვის რომ ჩვენს გვერდით არიან ალბათ ყველაზე მეტად გაინტერესებთ უპირველესად დიდი მადლობა რუსთავიორს იმიტომ რომ ჩვენი მხარდამჭერია ყოველთვის ფანარტის მსვლელობისას და ყოველთვის გვაძლევს საშუალებას ეს ინფორმაცია მაქსიმალურად მივაწოდოთ ახალგაზრდებს რაში შეიძლება ჩაერთონ და უპირველესად ალბათ გაინტერესებთ თუ რა ცვლილებები მოხდა ერთი წლის განმავლობაში იმიტომ რომ მოხდა სამწუხაროდ როდესაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს და რომელიღაც მიმდინარეობაში არ არის ხოლმე აქტივობა მივდივართ იმ დასკვნამდე რომ აჯობებს ჩავანაცვლოთ ის რაც უფრო მოთხოვნადია. თქო ასე იყო მოდის შემთხვევაში და მოდა გავაუქმეთ წელს აღარ არის ასევე იყო დიზაინი გახსოვთ ალბათ შაშასტუბრები იყო ნინა ჩუბინაშვილი და გუგა კოტეტეშვილი ძაღლითურთ ზანგოთთან ერთად ამასთანავე უარი ვთქვით ჯაზზე იმიტომ რომ აქაც არისო აქტივობა და გადავწყვეტეთ რომ შემოგვეტენ და აგრეთვე სარეკლამო არტი რომლის კონსულტანტი გახდოთ ნიკა მაჩაიძე. ამიტომ გადავწყვეტეთ რეალურად რომ დაგვემატებია ქანდაკება და ამ შემთხვევაში ჩვენთან კონსულტანტად არის ირაკლი ჟვანია დაგვემატებინა აგრეთვე სტენსილი რომელიც უკვე ძალიან მოთხოვნადია რომელსაც ახალგაზრდები თან ერთობიან და ერთგვარად ეს არის თვითგამოხატვის ერთ-ერთი ფორმა ძალიან ერჩიან რატომღაც და ზუსტად ძალიან კარგი რომ პოპულარიზაცია ზუსტად ამიტომ გვინდა რომ ყველანაირად უთხრათ რომ ეს არ არის ხელოვნების მიმდინარეობა რომელსაც უნდა ებრძოლო რომელიც თუზადმე გასწავლდა რა თქმა უნდა და ამიტომ დავამატეთ ამ შემთხვევაში ჩვენი კონსულტანტი არის დოქტორ ლავ ამას გარდა გვაქვს კიდე სხვადასხვა სიახლეები სოციალური ტელემედია დავამატეთ ალბათ არ იქნება ჩემგან გასაკვირი თუ ტელევიზიასთან ყოველთვის მინდა ხოლმე რომ რაღაც კავშირი მქონდეს თომა ჩაგელიშვილი და ძალიან საინტერესო იქნება თუ სოციალურ ტელემედიაში ახალგაზრდები რაც შემოგთავაზებთ და ის რაც ყოველთვის უცვლელია და არ კარგავს აქტუალობას და ეს ძალიან კარგი არის ფოტოგრაფია და ბატონ გურამს აქვს საშუალება დააკვირდეს ამ ხნის განმავლობაში და ამ წლების განმავლობაში ახალგაზრდულ ხედვას ჩვენს ქვეყანაში ფოტოგრაფიაში აქ რაც მოვისმინე მივხვდი რომ ყველაზე კლასიკური ფოტოგრაფია გამოდის ამ ფანარტში მინდა გითხრათ რომ დამუშავებელია ახალგაზრდებისთვის ეს ფანარტში მონაწილეობა შარშან და შარშანწენ და ამ 4 წლის განმავლობაში ვინც მიიღო ფანარტში მონაწილეობა ისინი უკვე ცნობილი ფოტოგრაფები გახდნენ იმათგან ორი ნათელა გრიგალაშვილთან ერთად
შექმნეს რაღაცა სააგენტოც კი და ძალიან პოპულარულები არიან. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ერთი გამოფენა თქვა ვახტანგ ხეთაგურს ჰქონდა თვითონ ფანარტის როგორც ფანარტის რჩეულს მოუწყეს პერსონალური გამოფენა. და მათ უკვე რამოდენიმე წარმატებული გამოფენა მოაწყეს ფანარტის გარეთაც. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება, რომ ადამიანები, ვინც ფოტოგრაფიით არიან დაინტერესებული, ახალგაზრდები მიიღონ მონაწილეობა ფანარტში. ეს ამით ექნება საშუალება, რომ საკუთარი ძალები მოსინჯონ, გაეცნონ მათ გარშემო, მათ თაობაში რა ხდება და გახდნენ წარმატებული ფოტოგრაფები. მე კიდე მინდა მიმართო ჩვენ მუსიკოსებს, ასე ვთქვათ, კონსულტანტი იმპროვიზირებულ კლასიკურ მუსიკაში. მგონია რომ აქეთ მობრძანდეს იმპროვიზირებულ ოჯახში. კლასიკური მუსიკა ვიცი და იმპროვიზირებული კლასიკური მუსიკა. იმპროვიზირებული, ანუ მე ვფიქრობ, რომ მე როდესაც წავიკითხე, მეგონა რომ რაღაცა უფრო იმპროვიზაცია შემთხვევაში ჯაზთან არის დაკავშირებული. ამ დროს თეა იძახის, რომ ჯაზი გავაუქმეო. განვიმარტეთ მაშინ რა არის? იმპროვიზირებული უფრო ალბათ ნიშნავს იმას, რომ მუსიკოსები, რომლებიც უფრო ქმნიან და არა ასრულებენ. ან მაგალითად უკვე რაღაც შექმნილ თავის იმპროვიზირებულ ინტერპრეტაციას უკეთებენ. იმიტომ რომ ეს ვფიქრობ კიდევ უფრო საინტერესო დარგი გამოდის, ვიდრე უბრალოდ სხვადასხვა მუსიკოსების ასე ვთქვათ, ერთმანეთთან. ანუ შესაბამისად შეფასების კრიტერიუმებიც, როდესაც ვთქვათ, მონაწილეების არჩევანში მიიღებთ თქვენს მონაწილეობას, იქნება ეს, ვინ როგორ განსხვავებულად დაინახავს, ვინ როგორ განსხვავებულად აზროვნებს მუსიკალურად? თუ აი რა. რა თქმა უნდა, და ჩვენი მისიაც ჩემის და დათოსიც პირველ რიგში არის ის, რომ ამ მუსიკოსებს მე შევთავაზოთ როგორც ჩვენი თავის, ასევე დავაკავშიროთ სხვადასხვა მუსიკოსებთან და რომ დაამყარონ ამ ახალგაზრდა მუსიკოსებმა ურთიერთობა უკვე ანუ სხვა ეს იმ დროს ხელშეწყობა არის, ასე ვთქვათ, ჩვენი მისია და არა უბრალოდ შეფასება და მაინც ჟანრობრივად არ არიან შეზღუდულები მუსიკოსები, ვინც მოვლენ ფანარტზე? არა, იმიტომ რომ თანამედროვე მუსიკა მოგიხსენებათ ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულებებისგან შედგება და ნებისმიერი ელექტრონული მუსიკიდან დაწყებული. კლასიკური რო ურევია შეიძლება რომ კლასიკური შესრულებელიც. რა თქმა უნდა. და გიორგის და დათოს აკმაყოფილება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იმ ორი ინსტრუმენტით უნდა შემოიფარდონ მონაწილეები, რომლებიც ისინი უკრავენ. ანუ ფესტივალის მთავარი კონსულტანტია და იდეის ავტორი ნიკოლოზ რაჭველი და არც მარტო ფორტეპიანოზე შეუძლიათ არ შემოიფარგლონ. დათო, მაშინ შენ გითხარი, პირველია შემთხვევა, როდესაც ესეთ ახალგაზრდებთან უნდა გქონდეთ შეხება და თქვათ ერთგვარი რაღაცნაირად გადამწყვეტი შეიძლება იყოს თქვენი როლი მათი წარმატებისთვის. შარშან ფესტივალში ვიყავი კონსულტანტი. გამორჩეული იყო სანდრო ნებიერიძე ამ კონკურსზე. ეს ჩვენ ერთხმად ავიჩიეთ. და ჩემთვის დიდი სიამოვნება არის არა ის რომ რაღაც მე ვეხმარები ადამიანებს, არამედ ის რომ პოულობთ ახალგაზრდა ნიჭიერ თაობას, რომელსაც მე რაღაც ჩვენი შესაძლებლობებით ხელს შეუწყობთ და ძალიან დიდი სიამოვნება და ყველა მონაწილეს წარმატებებს ვსურვებ. თეატრის ეს ხელისეწყობა, ანუ მე როგორ გრძელდება ხოლმე თეა კონკურსანტების ცხოვრება, როცა ისინი გახდებიან რჩეულები. ხო, მეც თვითონ თავყრილობა კარგი ამბავია, უკვე თავისთავად კარგი ამბავია, როდესაც თვითრეალიზაციის რაღაცა საშუალება აქვთ ახალგაზრდებს, მაგრამ მართლაც განსაცდქმის არ იყოს, იმდენჯერ წამოგცდათ ეს, რომ იქ გამოფენა, იქ კონცერტია, იქ რაღაცა შეთავაზება კონტაქტების ეს სრულიად დაუფასებელია, ვთქვათ ასე. ანუ ეს არ არის კონკრეტული თარიღი 24-31 მარტი. ეს არის საფესტივალო დღეები, მაგრამ ზუსტად 31 მარტის შემდეგ იწყება უკვე მათთვის ახალი ცხოვრება, როდესაც საზოგადოებას უკვე გავაცანით, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ მათთვის, მათ მიმართულებით, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის გავაკეთოთ. აი გურამა უკვე აღნიშნა პერსონალური ფოტოგამოფენა, გიორგიმ და დათომ აღნიშნეს, ვთქვათ, სანდრო ნებიერიძის კონცერტი, რომელიც გაიმართა. კიდე აქვე ვიტყვი, რომ ძალიან გვეხმარებიან ამ შემთხვევაში ჩვენი პარტნიორებიც და მაგალითად ლიტერატურაში, რომელიც კონსულტანტი დათო ტურაშვილია, ლიტერატურაში
მოხდა ესეთი რამ, რომ საბას ლიტერატურულ პრემია საბას სიაში აღმოჩნდა ჩვენი კონკურსანტი ახალ გამოცემული წიგნით და რეალურად აი ესე ყველანაირად ვცდილობთ იქ როკ ბენდისთვის კონცერტი მოვაწყეთ ღიაცის ქვეშ. ყველანაირად ვცდილობთ რომ ეს აქ არ დამთავრდეს და უფრო და უფრო მეტი შევთავაზოთ, გვერდში დავუდგეთ და ხშირად ვაჩვენოთ ეს ახალგაზრდები, რომლებიც მიგვაჩნია რომ ნიჭიერები არიან საზოგადოებას. კარგი და მოდი ტექნიკური დეტალების, იმიტომ რომ სურვილი დარწმუნებული ვარ ბევრს აქვს, მაგრამ როგორ მოხვდნენ, როგორ დარეგისტრირდნენ, რა პირობები არის აუცილებელი იმისთვის, რომ გახდნენ ფანატკის მონაწილეები. 17 მარტის ჩათვლით გვაქვს ჯერ კიდევ დრო, ნაწილობრივ უკვე შემოგვდის ჩვენ ეს აპლიკაციები, მაგრამ იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგი არჩევანი გქონდეს, რა თქმა უნდა, გვეჩვენია, რომ რაც შეიძლება მეტმა შემოიტანოს. კიდევ ერთხელ დავკონკრეტდებით და ვიტყვი, რომ ეს არის ხელოვნების 10 მიმართულება, ამიტომ შეუძლიათ თავისთვის მისთვის შესაბამისი მიმართულება აირჩიონ. უბრალოდ შევიდნენ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის Facebook გვერდზე და იქ ნახავენ აპლიკაციას, რომელსაც შეავსებენ და შემდეგ უკვე ავტომატურად გადმოგვეგზავნება ჩვენ და ჩვენ ერთად უკვე ავარჩევთ იქიდან საუკეთესო დათოსვამდე რაღაც თქმა. ფოლკლორი დაემატა კიდევ. ხო. ჩვენი მეგობარი სიმონ ჯანკულაშვილი იქნება ჩვენი კონსულტანტი, ხო, აი ეს ფოლკლორი ეს არის ახალი, რაც მოთხოვნადია რეალურად, რითაც არიან დაინტერესებული და მეორეს მხრივ ეს არის ის მიმართულება, რომელიც აუცილებელია ახალგაზრდა თაობაში. მოგეთ კიდევ რამე გამორჩა? და ასაკი 15-29 წლის ახალგაზრდები და აგრეთვე გეტყვით იმასაც, რომ რასაკვირველია კიდევ ერთხელ გეპატიზებით გახსნაზე 24 მარტს მით უმეტეს, რომ ნიკოლოზ რაჭველი და აი შესანიშნავი მუსიკოსები სურვილს გიმზადებენ ორკესტრთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა და Facebook-ზე მოძებნეთ ბავშვთა და ახალგაზრდობის ვინც ის რა გამორჩა კიდევ თეატრშიც იქნებ. კონსულტანტებს რო გადავხედოთ, ძალიან ძიმე არტილერია და სერიოზული ხალხი არიან, რაც მაგ. მაგრამ ერთი რას დამეტოვებდი, რომ კიდე ის უნდა გაითვალისწინონ, ანუ რა არის მნიშვნელოვანი, რომ არა მხოლოდ თავის დარგის მუსიკოსებს, ეს კი კოლეგებს გაიცნობენ, არამედ მაგალითად იმ ახალგაზრდა მუსიკოსს ექნება შესაძლებლობა გაიცნოს ახალგაზრდა ფოტოგრაფი და პირიქით რომ ერთმანეთთან გქონდეთ კოლაბორაცია, იმიტომ რომ ჩვენ ყველას ერთმანეთი ასე თქვათ ჭალებში გვჭირდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავისი ასაკის ადამიანებთან სხვადასხვა ხელოვნების სფეროში გქონდეთ ერთმანეთი გვჭირდება, შეგანიც გამოცხადა და წარმატებები ყველას. წარმატებები თქვენ, ჩვენს წარმატებები, გელოდებით შემდეგ ბლოგში სხვა ბიოგრაფია.